კრემლში კრიზისია. ინსაიდერებმა, რომლებიც სხვებზე მეც იციან, ახლახან არიარეს წარმოუდგენელი. რუსეთში რაღაც გიგანტური გაფუჭდა და მისი გამოსწორება შეუძლებელია. ამ ინსაიდერებმა იციან ის, რაც პუტინმა არ იცის. რუსეთის ლიდერი ჩაფლულია ომში, რომელსაც ვერ მოიგებს. ყოველ დღე, როცა უკრაინის ომი გრძელდება, პუტინს თავის ქვეყანას კიდევ უფრო ღრმად ჩაჰკავს სასოწარკვეთის შავხრელში. პუტინს ვერ შეუძლია ომის შეწყვეტა, მაგრამ რუსეთს არ შეუძლია ომის გაგრძელება. აქედან გამოსავალი არ არსებობს, რადგან პუტინმა შექმნა რუსეთის ვერსია, რომელიც დიდხანს ვერ გაძლებს. როგორ აღმოჩნდა რუსეთი აქ? ამ კითხვაზე პასუხს მაშინ გავცემთ, როცა გავაშუქებთ, რას ამბობენ ქვეყნის შიგნით ყოფი ადამიანები მათი ქვეყნის მდგომარეობაზე. და ამ ადამიანებმა გამოავლინეს კატასტროფა, რომელიც პუტინს წინ უდგას. რუსეთის ბიუჯეტი ვეღარ წვდება იმ ომს, რომელიც პუტინმა დაიწყო. შიდა დაპირისპირება მძვინვარებს კრემლში, რადგან როგორც რუსეთის ფინანსთა სამინისტროს, ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკის ეკონომისტები აფრთხილებენ, რომ უკრაინაში შეჭრის გაგრძელება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის გამოუსწორებლად გაზრდას გამოიწვევს. ეს დეფიციტი უკვე ცუდად გამოიყურება რუსეთისთვის. 2026 წლის პირველი 4 თვის განმავლობაში რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დეფიციტი გაიზარდა 5.8 ტრილიონ რუბლამდე, რაც დაახლოებით 80.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს უკვე ცუდია, მაგრამ კიდევ უფრო უარესია, როცა გაიგებ, რომ იმავე სამინისტრომ მთელი წლისთვის დეფიციტი 3.7 ტრილიონი რუბლი ჰქონდა პროგნოზირებული. ამჟამად რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მისი მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ MŠP-ს 2.5%-ის და როგორც ჩანს, რუსეთს არდგენის შანსი არ აქვს, თუ პუტინი ომს არ დაასრულებს. აი ესაა პრობლემა. პუტინი არ აპირებს გაჩერებას და სწორედ ამიტომაა ის ჩიხში. ეკონომიკის ოფიციალური პირები ცდილობენ თავდაცვის სამინისტრო აიძულონ შეამციროს ხარჯები, რათა შეამსუბუქონ პუტინის შეჭრით რუსეთის ფინანსებზე დაწოლა. United 24 მედია იუწყება, რომ ამ ზეწოლას იმდენად ეწინააღმდეგებიან, რომ რუსეთს იძულებული გახდა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 0.4%-მდე დაეწია. რუსეთი დანის პირზე ბალანსირებს და მალე დაჯრილი იქნება. რეცესია ახლოვდება, რადგან სტაგნაცია უკვე მოვიდა და ეს მხოლოდ კრემლის ოფიციალური პირები არ არიან, ვინც პუტინს უყვირიან, რომ თვალები გაახილოს და შეხედოს იმ სიტუაციას, რომელიც საკუთარ ქვეყანაში შექმნა. ბიზნესის ლიდერებიც მიუთითებენ, რომ რუსეთისთვის ერთადერთი გზა, თუნდაც ოდნავ დაუბრუნდეს სწორგზას, არის ის, რომ პუტინმა ომი დაასრულოს. ეს მოწოდებები იშვიათად მოდის პირდაპირ, თუმცა თუ კარგად დააკვირდებით, რუსეთის ბიზნეს ლიდერებში ამ განწყობას ნათლად დაინახავთ. ახალი ხმის უკრაინის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მაღალი რანგის კორპორატიულმა მენეჯერმა განაცხადა, რომ საკმარისია ერთი შეხედვით დააკვირდეთ საფონდო ბირჟას, რათა მიხვდეთ, რას ფიქრობენ რუსეთის ბიზნეს ლიდერები ოკუპაციაზე. მენეჯერის თქმით, რუსეთის საფონდო ბირჟაზე ყოველი დადებითი სიახლის შემდეგ, რომელიც უკრაინის შესახებ აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხება, აქციების ზრდა და ენთუზიაზმი აჩვენებს, როგორი უნდა იყოს რეალური პასუხი. შეტყობინება ნათელია. კრემლში მყოფი რუსეთის ეკონომიკური სფეროს წარმომადგენლები სურთ, რომ ომი დასრულდეს, ან სულ მცირე, პუტინმა შეამციროს თავდაცვითი ხარჯები ტვირთის შესამსუბუქებლად. რუსეთის ყველაზე გამორჩეული გონები თავიანთი ქმედებებით ანალოგიურ მოწოდებას აკეთებენ, რადგან ისინი ებრძვიან გადასახადების ზრდას, ინვესტიციების შემცირებას, ორნიშნა საპროცენტო განაკვეთებს, რომლებიც ამჟამად 14.5% შეადგენს და ახალი იდეების სრულ დეფიციტს კრემლიდან. და რა არის პუტინის პასუხი ამ ყველაფერზე? ის კიდევ უფრო მეტის დახარჯვას აპირებს თავის ომზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ეწინააღმდეგება ყველა იმ მოწოდებას, რომელსაც აკეთებენ ისინი, ვინც ხედავს იმ კატასტროფას, რაც რუსეთის წინაშეა. არიდარდოთ ხალხზე ან ბიზნესებზე, ამბობენ სამხედრო მაღალჩინოსნები, როცა პუტინის ბრძანებებს ასრულებენ. უბრალოდ კიდევ მეტი ფული ჩაყარეთ ბრძოლაში, რომელსაც არსად მივყავართ. United 24 მედია იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ითხოვს დამატებით დაფინანსებას, რადგან ცდილობს დაფაროს დეფიციტი, რომელიც 2026 წელს დაახლოებით 3 ტრილიონი რუბლს, ანუ დაახლოებით 41.7 მილიარდ დოლარს მიაღწევს. იგივე სამინისტრო ასევე მიუთითებს ეკონომიკაზე, რომელიც პუტინმა შექმნა, როგორც მიზეზზე თუ რატო უნდა მიიღოს მეტი ფული. სამხედრო კონტრაქტები ყველაფერს მართავს პუტინის რუსეთში ამჟამად. თუ თავდაცვის სამინისტრო ნაკლებს დახარჯავს, ნაკლები კონტრაქტი გაიცემა და ის რამდენიმე კომპანია, რომლებიც ახლა რუსეთში წარმატებით მუშაობენ, დაიწყებენ დაშლას, როგორც ყველაფერი დანარჩენი. ეს არის მახე, რომელიც პუტინმა თავისთვის შექმნა. თუ ის ომიდან გამოვა, შეიძლება შანსი ჰქონდეს რუსეთის ეკონომიკის გადარჩენის, მაგრამ მისი მარცხით გამოწეული დამცირება იმდენად დაასუსტებს მის ძალაუფლებას, რომ ის უფრო დაუცველი იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მაგრამ თუ ომს გააგრძელებს და კიდევ უფრო მეტ ფულს ჩადებს სამხედრო კონტრაქტებში, რუსეთს დაასახიჩრებს ბრძოლისთვის, სადაც ინიციატივა უკვე უკრაინამ აიღო, როცა 2026 წლის პირველი ნახევრის დასასრულს უახლოვდებით. რუსეთის მიღწევები მინიმალურია და ქვეყანა აქტიურად კარგავს პოზიციებს ზოგიერთ რეგიონში. 1 ივნისის ანგარიშში ომის კვლევის ინსტიტუტი პუტინის მთავარ პრობლემას უსვამს ხაზს. ASW-მ დააფიქსირა მტკიცებულებები, რომ რუსულმა ძალებმა 2025 წლის დეკემბრიდან 2026 წლის მაისამდე პერიოდში 80.64 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია აითვისეს ან შეაღწიეს.
თუმცა ანალიტიკური ცენტრის თქმით, იმავე პერიოდში მხოლოდ იმ ტერიტორიების გათვალისწინებით, რომელსაც რუსული ძალები აკონტროლებენ, მათ 291 კვადრატული კილომეტრი დაკარგეს. და ეს სტაგნაცია ბრძოლის ველზე ასევე რეკორდული რაოდენობით რუსი ჯარისკაცების დაღუპას იწვევს. უკრაინა აცხადებს, რომ რუსეთმა მარტსა და აპრილში თვეში 25,000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა. მაისის ბოლოსკენ ყოველდღიური დანაკარგების რიცხვი დაახლოებით 1400-ს აღწევდა, ასე რომ სავარაუდოდ იმ თვეშიც მსგავსი ან კიდევ უფრო დიდი მაჩვენებლები იქნება. რუსეთმა ამდენი დაღუპული ჯარისკაცი უკრაინის აღმოსავლეთში უმნიშვნელო მიღწევების სანაცვლოდ გასცირა, ხოლო სამხრეთში პირდაპირი დანაკარგები განიცადა. ეს ყველაფერი ადამიანური რესურსების მხრივ არამდგრადია, მაგრამ პუტინი არასდროს ნერვიულობს იმ ადამიანებზე, ვისაც ხორცაკებში აგდებს. რაც უნდა ადარდებდეს ისაა, თუ რა გაუკეთა რუსეთს თავისი ომის გასაგრძელებლად. ყველასთვის ნათელია, რომ პუტინი მახეშია გაბმული. მაინც რუსეთის ლიდერი აგრძელებს ზეწოლას და რუსეთის ამჟამინდელი მდგომარეობა ყველაფერს გეუბნებათ იმის შესახებ, თუ რა ელოდება ქვეყანას მომავალში. ზოგიერთი უკვე განვიხილეთ. მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი, სტაგნაციაში მყოფი ეკონომიკა, ჩინოსნები და ბიზნესის მფლობელები, რომლებიც პრაქტიკულად ეხვეწებიან პუტინს, რომ შეწყვიტოს ომი, რათა რუსეთს გადარჩენის შანსი ჰქონდეს. მაგრამ ამჟამად რუსეთს არაფერი გამოსცეს გეგმის მიხედვით. როდესაც ჩინოსნებმა 2026 წლის ბიუჯეტი შეადგინეს, იცოდნენ, რომ დაფინანსების დეფიციტი 1,2 ტრილიონიდან 1,5 ტრილიონამდე, ანუ 20,6 მილიარდ დოლარამდე გაიზრდებოდა. და ძირითადად სამხედრო ხარჯების შედეგია. ეს დეფიციტი უკვე უზარმაზარ უფსკრულად იქცა და კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან პუტინი ომს კიდევ უფრო მეტ ჯარისკაცსა და ტექნიკას სწირავს. პუტინს შეიძლება გონია, რომ ამას რუსეთის თავდაცვის სექტორის ზრდით შეინარჩუნებს, მაგრამ ეს შეუძლებელია. პრესპიკერის თქმით, ვერც ეს სექტორი ვითარდება ისე, როგორც ადრე ვითარდებოდა. შეჭრის პირველ რამდენიმე წელს რუსეთის სახელმწიფო თავდაცვის ინდუსტრია დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რის გამოც რუსეთი ეკონომიკურად ჯანმრთელად გამოიყურებოდა 2024 წლის ბოლომდე. ეხლა იმ სექტორებში, რომლებიც რუსეთის სამხედრო სფეროსთან არის დაკავშირებული, მოსალოდნელია ზრდა მხოლოდ 4%-დან 5%-მდე დიაპაზონში. ეს ნიშნავს, რომ მათ ფაქტობრივად მიაღწიეს პიკს და აქედან ყველაფერი დაღმასვლა. და ის 0,4%-იანი ემშებე. რუსეთის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი ახლა 60%-ით დაბალია იმ დონესთან შედარებით, რაც პუტინის შეჭრამდე იყო. ქვეყნის ბიუჯეტის დეფიციტი სულ უფრო უახლოვდება MŠP-ს 3,8%-ს, რაც COVID-19 პანდემიის დროს დაფიქსირდა და მაშინ კატასტროფა იყო, მაგრამ მალე შეიძლება რუსეთის ახალი ნორმა გახდეს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ხარჯები იზრდება. 2026 წლის პირველ 4 თვეში კრემლმა 16%-ით მეტი დახარჯა, ვიდრე 2025 წლის იმავე პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ეკონომიკური ბუშტის ხდება, სახელმწიფო შესყიდვებზე ხარჯები 41%-ით გაიზარდა, იუწყება სტეიტსმენი. ეს არის პუტინის პასუხი. რუს ხალხს უჭირდეს, სანამ ის ცდილობს თავი რუსეთის ერთ-ერთ დიდ დამპყრობლად დაამკვიდროს, რიდროს, რომელიც უკვე იმდენად მიუღწეველია მისთვის, რომ მას ვერასდროს მიაღწევს. და ასე ბრუნდებით იმ კითხვასთან, რომელიც ვიდეოს დასაწყისში დავსვით. როგორ აღმოჩნდა რუსეთი აქ? პუტინის სამხედრო ხარჯები მხოლოდ უფრო დიდი უბედურების ისტორიის ნაწილია, რომელმაც რუსეთის მთელი ეკონომიკა მოიცვა. სრული ამბავი, რა თქმა უნდა, უკრაინასაც ეხება. ეს ასევე ეხება რუსულ ნავთობს, სამოქალაქო ბიზნეს სექტორის აბსოლუტურ კოლაფსს, რომელიც წლებია ომის ტვირთის ქვეშ ჭრიალებს და სტაგნაციისკენ სვლას, რაც ამჟამად აზიანებს რუს მოქალაქეებს და მომავალში მათ ცხოვრების წესს გაანადგურებს. დავიწყოთ რუსეთის ნავთობის პრობლემით. ბოლოს და ბოლოს უკრაინამ დიდი როლი ითამაშა რუსეთის ეკონომიკური დაიწყების ხვრელში ჩათრევაში. როცა პუტინმა უკრაინაში შეიჯრა, მას სჯეროდა, რომ ეს ქვეყანა რუსეთს აბსოლუტურად არავითარ საფრთხეს არ შეუქმნიდა. თუნდაც უკრაინას თავის დაცვა შეძლებოდა, რაც მალე დაამტკიცა კიდეც, მას არ ჰქონდა ისეთი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი, რომელიც რუსეთს თავად მის მიწაზე დააზიანებდა. და რამდენიმე წლის განმავლობაში პუტინი მართალი იყო. დასავლეთში წარმოებული შორ მანძილზე მოქმედი იარაღით იშვიათი დარტყმების გარდა ბრძოლის უმეტესობა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. რუსეთი იოლად აღწევდა თავს, რადგან უკრაინას არ ჰქონდა საჭირო რესურსები, რომ გაეგრძელებინა ხანგრძლივი და შორ მანძილზე მოქმედი კამპანია იმ კრიტიკული ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ, რომელიც ფულს აწვდის რუსეთის ეკონომიკას. როგორ შეიცვალა დრო? ეხლა 2026 წელია და უკვე 4 წელზე მეტია, რაც ამ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში ვართ ჩართული, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა დასრულებულიყო. უკრაინა გადაიქცა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ სამხედრო სახელმწიფოდ ევროპაში და ბოლო 4 წელი გაატარა ახალი და უფრო ძლიერი დრონების შექმნაში, რომლებიც 1000-ობით კილომეტრის სიღრმეში შეუძლიათ რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა. როგორც მისი შეჭრის დროს ხშირად ხდებოდა, პუტინმა მნიშვნელოვნად დაუფასა უკრაინის შესაძლებლობები. ეხლა რუსეთი იხდის ფასს, რადგან უკრაინა ატარებს კამპანიას, რათა მოწყვიტოს ეკონომიკური სიცოცხლის ძალი, რომელმაც პუტინის ომი ასე დიდხანს შეინარჩუნა. 1 ივნისის ანგარიშში UNIFED 24 მედიამ ეს გამოავლინა. უკრაინის სამხედრო ძალებმა 2026 წლის დასაწყისიდან წარმატებით დაარტყეს 15 რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელთაგან ბევრი არაერთი დარტყმის მსხვერპლი გახდა იმ შორ მანძილზე მოქმედი იარაღით, რომლის განვითარებასაც პუტინი უკრაინისგან არასდროს ელოდა. ამ დარტყმების შედეგად უკრაინა მაისის ბოლოსთვის ფაქტობრივად გაანეიტრალა რუსეთის მთლიანი ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრის 3 თითქმის 80%.
ეს მნიშვნელოვანია. გადამუშავების პროცესში რუსეთი ნედლ ნავთობს ათეულობით გამოსაყენებელ პროდუქტად აქცევს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ბენზინი, დიზელი და ავიაციის საწვავი, რომელსაც მისი სამხედრო ძალები იყენებენ და რომელიც სხვა ქვეყნებში გაყიდვისას მაღალ ფასს იძენს. ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს თან ახლავს განმეორებადი შეტევები რუსეთის ნავთობის ტერმინალებსა და საწავებზე, რაც ნიშნავს უკრაინის დარტყმებს. ორივე, რუსეთის ეკონომიკური სიცოცხლის წყარო და საზღვაო არტერიები, რომლებიც ქვეყანას საშუალებას აძლევს ექსპორტზე გაიტანოს თავისი თხევადი ოქრო. იმისთვის, რომ მილიარდობით დოლარი ჩაედინოს პუტინის საომარ ბიუჯეტში, ლოგიკა აქ ნათელია. თუ ნავთობს წაართმევ, ფულსაც წაართმევ. და თუ ფული გაქრება, რუსეთს მოუწევს კიდევ უფრო მეტად ვალებში ჩაძირვა, რომ პუტინის შეშლილი თავდაცვის ხარჯები შეინარჩუნოს. სწორედ ამას ხედავთ ახლა. შიდა დონეზე ეს დარტყმები უამრავ ეკონომიკურ პრობლემას ქმნის. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები ძვირია შესანარჩუნებლად. მათ სჭირდებათ მრავალმილიონიანი დანადგარები. სწორედ ამას ესხმის თავს უკრაინა. ყოველი შეკეთება, რომელიც რუსეთს უწევს, ორმაგად ზრდის ტკივილს. ფული იხარჯება შეკეთებებზე და იკარგება ყოველი დღე, როცა დანადგარი მწყობრიდანაა გამოსული და ვერ ასრულებს თავის როლს ნავთობის გადამუშავების პროცესში. რუსეთში საწვავის დეფიციტია. ბენზინისა და დიზელის გაყიდვაზე მკაცრი კონტროლი დაძესდა, რაც როგორც RBC უკრაინა იუწყება, ახალ მოსკოვამდეც კი ვრცელდება. ოკუპირებულ ყირიმში მოქალაქეებს უკვე ზღუდავენ და თითო ადამიანს მხოლოდ 20 ლიტრი საწვავის შეძენის უფლება აქვს. ამ ყველაფრის გავლენა რუსულ ბიზნესებზე არ უნდა დავაგნინოთ. ბენზინგასამართი სადგურები ნაკლებ შემოსავალს იღებენ. ნებისმიერი ინდუსტრია, რომელიც საწვავზეა დამოკიდებული, ტრანსპორტიდან სამოქალაქო ინდუსტრიამდე იძულებულია შეამციროს ოპერაციები, სანამ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება. მაშინაც კი როცა უბრალო მოქალაქეებს არ შეუძლიათ სამუშაოდ მგზავრობა, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე. ამ ყველაფრის შედეგია ის, რომ რუსეთის სამოქალაქო ბიზნესები სირთულეებს აწყდებიან. მაგრამ ეს ის პრობლემა, რომელსაც მოგვიანებით უფრო დეტალურად განვიხილავთ. თუ დავრჩებით რუსეთის ნავთობთან და ქვეყნის ენერგეტიკულ ბაზართან, საწვავზე დაწესებული შეზღუდვები მხოლოდ ქვეყნის შიგნით არ მოქმედებს. ექსპორტზე უკვე აისახა გავლენა. რუსეთმა აკრძალა საავიაციო საწვავის ექსპორტი 30 ნოემბრამდე, რაც პირდაპირ უკავშირდება უკრაინის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმებს. მსგავსი რამ ბენზინთან დაკავშირებითაც ხდება. 2 აპრილს ინტერფაქსმა გავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა გაახანგრძლივა და ის საწვავის მწარმოებლებსაც შეეხო, გარდა უკვე არსებული აკრძალვისა, რომელიც არამწარმოებლებს ეხებოდა. ეს შეზღუდვა ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, მაგრამ დიდი ალბათობაა, რომ უფრო დიდ ხანსაც გაგრძელდეს, თუ უკრაინა ენერგეტიკულ დარტყმებს იმავე ტემპით გააგრძელებს. სპოილერის გაფრთხილება. უკრაინა ამ ტემპს შეინარჩუნებს. საწვავის ექსპორტის შეუძლებლობა რუსეთისთვის დამანგრეველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ფასები იზრდება. ეს უნდა იყოს დრო, როცა რუსეთმა უნდა ისარგებლოს შესაძლებლობით, მაგრამ როგორც ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი ამხელს, ეს უბრალოდ არ ხდება. ცხადია, რომ დღეს გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების დეფიციტია. ფასები მნიშვნელოვნად უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე ნავთობის ფასები. ყველა ჩვეულებრივ ნავთობის ფასებს უყურებს, მაგრამ ნავთობპროდუქტების ფასები ყველა რეკორდს ამსხვრევს. ხედავთ, რომ გადამუშავება მცირდება ნავთობის ნაკლებობის გამო. ბევრმა ქვეყანამ, რომლებიც ნავთობის მიწოდებაზე არიან დამოკიდებული და შიდა გადამუშავებას ახორციელებენ, ექსპორტი აკრძალა, მათ შორის ჩინეთმაც. განაცხადა ნოვაკმა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა გამოაცხადა. ნოვაკი აქ თავის მართლებას ცდილობს. ასევე შეიძლება ეს არ ითქვათ, როგორც შეფარული გზავნილი რუსეთის კიდევ ერთი ოფიციალური პირისგან, პუტინისადმი, რომ უკრაინის ომი უნდა დასრულდეს. საბოლოოდ რუსეთი მილიარდებს მიიღებდა, რომ არა ის, რომ მისი საწვავის დიდი ნაწილი უკრაინას შეჭრას მარდება, მაგრამ ასე არ ხდება. ომი უნდა გაგრძელდეს, რადგან პუტინი საკუთარ თავს მახეში გააბა. ასე რომ რუსეთი იღებს ექსპორტის შეზღუდვებს, კარგავს მილიარდობით დოლარს და კიდევ უფრო ღრმად ეშვება ეკონომიკურ უბსკრულში, საიდანაც ვერ გამოდის. უკვე ხედავთ თვლილებებს იმ მხრივ, თუ რას შეუძლია და რას ვერ აკეთებს რუსეთს თავისი ნავთობპროდუქტებით. ექსპორტი შეჩერებულია და სავარაუდოდ ასე დარჩება მანამ, სანამ უკრაინის დრონები დაფრინავენ. ბუნებრივია, ამ ყველაფერს დიდი ფინანსური გავლენა აქვს. მაგრამ სანამ ამაზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ, ეს არის სამხედრო შოუ და კიდევ ბევრია მსგავსი მასალა. თუ არხისგან სარგებელს ირებთ, აუცილებლად გამოიწერეთ, რომ ნახოთ ჩვენი ანალიზის მეტი ნაწილი. 13 მაისის ანგარიშში როიტერსმა გამოავლინა, რომ აპრილში რუსეთის ნავთობის წარმოება დღეში 460,000 ბარელით იყო შემცირებული 2025 წლის იმავე თვესთან შედარებით. ეს იყო ბოლო რამ, რაც პუტინს უნდოდა დაენახა იმ თვეში, როცა რუსეთს ჯერ კიდევ შეეძლო ესარგებლა ნავთობის ფასებით, რომლებიც ჰორმუზის სრუტის ბლოკადის გამო ბარელზე დაახლოებით $100 ნიშნულთან იყო. მიუხედავად ამისა, სრუტის დახურვა მაინც მისცა რუსეთს საშუალება თავისი ნავთობიდან მეტი ფული ეშოვა, ვიდრე სხვა შემთხვევაში შეძლებდა. პუტინისთვის ბევრად უფრო შემაშფოთებელია ის, რაც ხდებოდა მანამდე, სანამ ეს ერთჯერადი მოვლენა რუსეთს გადაარჩენდა. Februalში investing.com-მა გამოავლინა, რომ ნავთობის გაკიდვებიდან კრემლის მიერ მიღებული ნავთობის გადასახადთან დაკავშირებული შემოსავალი 2026 წლის იანვარში 50%-ით იყო შემცირებული 2025 წლის იმავე თვესთან შედარებით.
მსგავსი ვარდნა დაფიქსირდა ნავთობისა და გაზის გაერთიანებულ სექტორებში. ამავე დროს რუსული ურალის ნავთობი დაახლოებით $26 იყიდებოდა ბარელზე. ეხლა ეს რიცხვი უფრო მაღალია, თუმცა რუსეთი იმ მდგომარეობაშია, რომ ნავთობის გაყიდვების გასაზრდელად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული. როგორც კი ოპერაცია ეპიკური რისხვა დასრულდება და ჰორმუზის სრუტე სრულად გაიხსნება, რუსეთი ისევ იმ მდგომარეობაში დაბრუნდება, სადაც წლის დასაწყისში იყო, თუ ნავთობის ფასები ნორმალიზდება. ეხლა ამ ყველაფერს უკრაინის მიერ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწყობებსა და ტერმინალებზე განხორციელებული შეტევებიც დავუმატეთ. ეს პრობლემები იარსებებს და კიდევ უფრო გაუარესდება მანამ, სანამ პუტინი ომს გააგრძელებს. ოპერაცია ეპიკური რისხვის დროებითი გადაწყვეტა მალე გაქრება და დარჩება ენერგეტიკული სექტორის ღრმა ჭრილობა, რომელიც უკრაინამ გახსნა. რუსეთის ეკონომიკა ვერ აღდგება თუ ის მხოლოდ სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული შემთხვევითი შემოსავლისთვის, რაც უკვე შეზღუდულია კრემლის ექსპორტის შეზღუდვებით. რაც შეეხება უკრაინას, ის არ ანელებს დართმების ტემპს. პირიქით, 2026 წლის პირველ თვეებში მიღწეული შთამბეჭდავი შედეგები მხოლოდ გაიზრდება. რეკორდები ირღვევა. გახსოვთ, როცა გითხარით, რომ უკრაინამ 2026 წელს რუსეთის 15 ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაარტყა? გააფართოვეთ ეს დროის მონაკვეთი მთელი ომის განმავლობაში და ეს რიცხვი იზრდება რუსეთის 33 უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან. 24-მდე იტყობინება ევრომიდპრესი. ამჟამად, როგორც გამოცემა წერს, ერთადერთი რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, რომლებიც უკრაინის დათმის რადიუსს გარეთ არიან, ომსკსა და ანგარსკში მდებარეობს. და თუ რამე გვაჩვენა უკრაინამ ბოლო 4 წლის განმავლობაში, ეს არის ის, რომ ის მუდმივად ავითარებს თავის დრონების ტექნოლოგიებს იმ დონემდე, რომ ეს ნავთობგადამამუშავებელი ქვებელი ქარხნები, რომლებიც ურალის აღმოსავლეთით მდებარეობს, მალე მოხდება დარტყმის რადიუსში. რაც შეეხება რეკორდებს, მაისი უკრაინის ნავთობზე თავდასხმებისთვის მნიშვნელოვანი თვე იყო. 1 ივნისს უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროუდიმ განაცხადა, რომ უკრაინა მაისში 18-ზე მეტ ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტს დაარტყა. ეს რეკორდული მაჩვენებელია და ბროუდის თქმით, იმ ობიექტების ნახევარზე მეტმა, რომელსაც უკრაინამ დაარტყა, იძულებული გახდა შეეჩერებინა ან სრულად შეეწყვიტა ოპერაციები. კлау, ეს ყველაფერი ფულია, რომელიც იკარგება შეკეთებებზე და ნავთობის მოპოვების, ნავთობპროდუქტების გადამუშავებისა და გაყიდვის შეუძლებლობის გამო. ნაბიჯ-ნაბიჯ უკრაინა რუსეთს მილიარდებს აკარბინებს და იმ დროს, როცა რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი იზრდება, ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის ფონდი იწურება მასიური სამხედრო ხარჯების ფონდზე. ეს არის დანაკარგები, რომელსაც პუტინი ვერ გაუძლებს, მაგრამ მაინც განაგრძობს ხარჯვას. ყურებში თითები აქვს ჩარგული, განგაშის ზარებს იგნორს და რუსეთის ეკონომისტებს სთხოვს იპოვონ გამოსავალი ქვეყნის ფინანსური პრობლემებისთვის, რომლებიც უბრალოდ არ არსებობს. All-Jersey, როცა უკრაინის მფრინავი სანქციები ურტყამს, რუსეთის სასიცოცხლო ძალა იცლება. სანქციებზე საუბრისას ეს გვიყვანს კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხთან, რომელმაც რუსეთი მის დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა. დრო დასჭირდათ, მაგრამ ეხლა სანქციები რუსეთს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. ეს არის დევიდ ოსალივანის თქმით, რომელიც ირლანდიელი ოფიციალური პირი. მან თებერვალში The Guardian-თან ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ დასავლეთის სანქციები შორსაა იდეალურისგან, მაგრამ ისინი საბოლოოდ იძლევენ იმ გავლენის მოხდენას რუსეთის ეკონომიკაზე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პუტინს კიდევ უფრო გაუჭირდეს თავისივე შექმნილი მახედან თავის დაღწევა. მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ვფიქრობ, რომ სანქციებმა მართლაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე. განუცხადა ოსალივანმა The Guardian-ს და დაამატა, შესაძლოა 2026 წლის განმავლობაში მივიდეთ იმ წერტილამდე, როდესაც ყველაფერი გაუმართლებელი გახდება. რადგან რუსეთის ეკონომიკის დიდი ნაწილი დამახინჯებულია, ომის ეკონომიკის გაძლიერება სამოქალაქო ეკონომიკის ხარჯზე ხდება. ვფიქრობ, ეკონომიკური კანონების უგულებელყოფა მხოლოდ გარკვეული დროით შეიძლება გაგრძელდეს. მართალია, დასავლეთის სანქციები ძალიან მასშტაბურია და ისეთი მასშტაბით იქნა განხორციელებული, როგორც რუსეთს აქამდე არასდროს უნახავს. ოსალივანის კომენტარების დროს მხოლოდ ევროკავშირმა 19 რაუნდის სანქციები დააწესა, რაც 2700-ზე მეტ პირსა და ორგანიზაციას შეეხო რუსეთის თითქმის ყველა ეკონომიკურ სფეროში. რაუნდების რაოდენობა ახლა უკვე 20-მდე გაიზარდა. ასტელუმი ამბობს, რომ რუსეთი 26645 სანქციის წნეხის ქვეშ იხრება, საიდანაც 23960 მას შემდეგ დაწესდა, რაც პუტინმა სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო. აშშ ყველაზე მკაცრია სანქციების რაოდენობით, რადგან მას 7382 სანქცია აქვს დაწესებული. თუმცა კანადამ, შვეიცარიამ, ევროკავშირმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ავსტრალიამაც ათასობით სანქცია დააწესეს, რაც რუსულ ბიზნესებს მუშაობას ურთულებს. აი რატო არის სანქციები მნიშვნელოვანი? მოდით კიდევ ერთხელ გამოვიყენოთ რუსული ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები მაგალითად. როდესაც უკრაინა თავის მფრინავი სანქციებით ერთ-ერთ ასეთ გადამამუშავებელ ქარხანას დაარტყამს, რაც არ უნდა დააზიანოს უკრაინამ, ის უნდა შეკეთდეს. ეს არის პრობლემა რუსეთისთვის. მრავალი დანადგარი, რომელიც ამ ქარხნებს ამუშავებს, საჭიროებს კომპონენტებს, რომლებიც უნდა შეძენილ იქნას იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც სანქციები დააწესეს. ეხლა რუსეთს შეუძლია ამ სანქციების გვერდის ავლა. ომის დაწყებიდან ასე იქცევა, როგორც ხედავთ, ჩრდილოვანი ფლოტის მაგალითზე, რომელიც ნავთობის ფულს უწყვეტად ამუშავებს. დასავლური კომპონენტების შეძენის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია მესამე ქვეყნები გამოიყენოს, რომლებსაც ეს კომპონენტები ჯერ თავად შეაქვთ. შემდეგ კი რუსეთი მათ ირიბად ყიდულობს, მაგრამ ეს ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პირდაპირ შეძენა.
რუსეთს უფრო დიდხანს უწევს ლოდინი, რომ მიიღოს საჭირო კომპონენტები. ასევე მას დამატებით უწევს ეგზოტობლი პოუნელის საფასურის გადახდა ამ კომპონენტების ღირებულებაზე ზემოდა, რათა მესამე ქვეყნები წაახალისოს და ეხმარონ სანქციების გვერდის ალვაში. ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები უფრო დიდხანს რჩება გაჩერებული და რუსეთი კიდევ უფრო მეტ ფულს ხარჯავს. ეს არის მიკროკოსმოსი იმ პრობლემისა, რომელიც ყველა იმ რუსულ კომპანიას ეხება, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა. და გრძელვადიან პერსპექტივაში ეს პრობლემა რუსეთს მილიარდობით დოლარი უჯდება, რომლის შედეგებიც ახლა საბოლოოდ იწყებს შეგრძნებას. ევროპის კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ოსალივანს ეთანხმება იმაში, რომ სანქციების პრობლემა საბოლოოდ პუტინსაც დაეწია. დიახ, სანქციები ძლიერად მოქმედებს რუსეთის ეკონომიკას, განაცხადა ფონ დერ ლაიენმა 8 მაისს, როგორც ევრონიუსმა გაავრცელა. მან დაამატა: რუსეთის მიერ არჩეული ომის შედეგებს ხალხი საკუთარი ჯიბიდან იხდის. გახსოვდეთ ეს ადამიანები, ეს მათ დაუბრუნდებათ. უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმებს თუ სანქციებსაც დავამატებთ, პუტინისთვის კოშმარული სცენარი მივიღებთ და ისევ ის ამ მახეშია გაჯედილი. სანქციები მალე არ გაქრემა. ამის ერთადერთი შანსი ომის დასრულებაა, მაგრამ პუტინი ამას არ აპირებს. ასე რომ, სანქციები კიდევ გაიზრდება, ზეწოლაც გაძლიერდება და სანამ პუტინი რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიაში ფულის ჩადებას გააგრძელებს, რუსეთის ეკონომიკური პრობლემების მესამე მთავარი მიზეზი თავს კიდევ უფრო მეტად გამოავლენს და კიდევ უფრო მეტ განგაშ გამოიწვევს. რუსეთის სამოქალაქო ბიზნეს სექტორი პარალიზებულია. 30 მაისის ანგარიში კიევ პოსტი ამბობს, რომ რუსეთის შიდა ბაზარი დაიშალა და ახლა მას სამკაულების ეკონომიკას უწოდება. ერთ მხარეს არის გადახურებული სამხედრო-სამრეწო გამრეწველო კომპლექსი, რომელშიც რუსეთმა მილიარდობით დოლარი და თავისი სამუშაო ძალის უზარმაზარი ნაწილი ჩადო. მეორე მხარეს კი სამოქალაქო სექტორებია. ამჟამად ისინი ებრძვიან სამუშაო ძალის დეფიციტს, ბიზნესის წარმართვის ძალიან მაღალ ხარჯებს და სერიოზულ კაპიტალის პრობლემებს, როგორც გაზრდილი გადასახადების გადახდის იძულების, ასევე ოპერირებისთვის საჭირო ფულზეწუდომის სირთულეების გამო. სტატისტიკა ამას ადასტურებს. კიევ პოსტი უწყება, რომ მაკროეკონომიკური ანალიზისა და მოკლევადიანი პროგნოზირების ცენტრმა გამოავლინა, რომ ბოლო 3 თვის განმავლობაში რუსული საბანკო სექტორის ტოქსიკურმა და არამუშა აქტივებმა გადააჭარბა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ კრიზისულ ზღვარს, რომელიც 10%-ს შეადგენს. ის ორგანიზაცია სხვათა შორის პროკრემლინურია. ასე რომ ეს ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი შიდა წრის წარმომადგენელი ცდილობს პუტინს მისივე შექმნილი პრობლემები გააცნობიერებინოს. სამხედრო სფეროსთან არ დაკავშირებულმა კომპანიებმა რუსეთში 2025 წლის იანვრიდან ნოემბრამდე განაცხადეს 7.5 ტრილიონი რუბლის, ანუ დაახლოებით 103 მილიარდი დოლარის ზარალი. ეს ზარალი განაწილდა 18200 კომპანიას, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პანდემიის შემდეგ რუსულ ბიზნესებში, რომლებმაც ზარალი განაცხადეს. ყველაზე მეტად დაზარალდნენ წარმოების, სამთო და საბითუმო სექტორები და ეს ზარალი კიდევ უფრო მეტია, ვიდრე რუსეთის ამჟამინდელი სახელმწიფო ბიუჯეტის პროგნოზირებული დეფიციტი. ეს გათვლა არ გამოდის. რუსეთის ბიზნესები ფულს კარგავენ. ეს ნიშნავს, რომ კრემლს ნაკლები შემოსავალი აქვს დასაბეგრად, რაც კიდევ უფრო ამძიმებს ბიუჯეტურ პრობლემებს, რომლებიც მხოლოდ მძაფრდება პუტინის ჯიუტი უარის გამო. დაინახოს კრიზისის აიმე გადაწყვეტა, რომელიც თავად შექმნა და რომელიც ომის გაგრძელებას არ გულისხმობს. რუსეთის სამოქალაქო სექტორის ბიზნესებში ვარდნა 2026 წელსაც გაგრძელდა. 19 მაისის ანგარიში ინტერნიუსმა გამოავლინა, რომ რუსეთის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების 68.7%-მა განაცხადა, რომ მათი შემოსავლები 2026 წლის დასაწყისში შემცირდა. დაახლოებით 31%-მა რუსეთის მცირე ბიზნესის მფლობელთაგან განიხილა საქმიანობის შეწყვეტა წლის პირველი კვარტალის განმავლობაში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში შეიჭრა. ყველა ეს ბიზნესი ებრძვის დამატებული ღირებულების გადასახადის 2%-იან ზრდას. ასევე 14.5%-იან საპროცენტო განაკვეთებთან და მაღალი ინფლაციის დონესთან ერთად, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ. ბანკების თემას რომ დაუბრუნდეთ, 2026 წლის მარტში რუსეთში 60 ბანკი მუშაობდა ზარალზე, რაც რუსეთის საბანკო სექტორის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. და კიდევ ერთხელ, ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია რუსეთში 2022 წლის შემდეგ. რასაც პუტინი აქ ქმნის, ეს არის გართულებული პრობლემა. რაც უფრო მეც აბანდებს სამხედრო-სამრეწველო სექტორში, რომელიც უკვე იწყებს სტაგნაციას, მით უფრო აკლებს რუსეთის სამოქალაქო ბიზნესს. გინდა თუ არა, რომ ასეთ პირობებში რომელიმე წარმენ დაიწყოს ბიზნესი, როცა მათ უწევთ უფრო მეტი გადასახადის და სესხის პროცენტის გადახდა ვიდრე ოდესმე? ალბათ არა. უკვე არსებული ბიზნესები ებრძვიან იმას, რომ მუშახელი რუსეთში თავდაცვის ინდუსტრიამ ჩაითრია და ამას ემატება ყველა ის ეკონომიკური პრობლემა, რაც რუსეთში არსებობს. საბოლოოდ ეს ბიზნესები ნაკლებად პროდუქტიულები ხდებიან. უმეტესობა იმ ბიზნესებისა, რომლებიც პროდუქციას ან სერვისებს ექსპორტზე აგზავნიან, ნაკლებ შემოსავალს იღებს ვიდრე წარსულში, რაც პუტინისთვის პრობლემას კიდევ უფრო ამძიმებს. ის უკვე ხედავს, როგორ ზარალობს რუსეთის ენერგეტიკული სექტორი. როდესაც სამოქალაქო ბიზნესები ასეთ სირთულეებს განიცდიან, ისინი ვერ შეძლებენ დანაკლისის ანაზრაურებას. მათაც უჭირთ და ეს გავლენა ყველასთვის ნათლად ჩანს.
9 მაისის ანგარიშში Forbes-მა გამოავლინა, რომ რუსეთის ობლიგაციების ბაზრის მეოთხედი ეხლა დეფოლტის რისკის ქვეშაა, რადგან მრავალი ბიზნესი, რომელმაც ომამდე დაბალ პროცენტში ისესხა ფული, ეხლა გაცილებით მაღალი პროცენტით რეფინანსირების აუცილებლობის წვის წინაშე დგას. მედიის ინფორმაციით, კომერციული ვალდებულებების გადაუხდელობამ რუსეთში უკვე 109 მილიარდ დოლარს მიაღწია იანვარში. აქ კარტების სახლია, რომელიც ჩამოშლის ზღვარზე. როდესაც ვალდებულებები არ ეხდება, ბანკებს უჭირთ. თუ ბანკები დაიშლება, რუსეთი დაკარგავს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ყველაფრის შეკავებას ცდილობენ. რაც კიდევ ერთი კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, რომელიც უკვე ეკონომიკურ კრიზისშია. და შემდეგ არიან რუსი ხალხი. საბოლოოდ ეს ეკონომიკური ტკივილი, რომელიც პუტინმა შექმნა თავისი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მახეში გაბმით, ჩვეულებრივ რუს ხალხს აწვება. რეცესიის აჩვდილი დიდად დგას რუსეთში, რადგან პუტინი ანადგურებს თავისი ქვეყნის სამოქალაქო სექტორს, რათა ომი გააგრძელოს. სტაგნაცია უკვე დადგა. რუსეთის MSP 2025 წელს მხოლოდ 1%-ით გაიზარდა და 2026 წლისთვის, რაც უკვე გაგიზიარეთ, პროგნოზები კიდევ უფრო დაბალია. უკრაინის ახალი ხმის მიხედვით კომპოზიტური წამყვანი ინდიკატორი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის რეცესიაში შესვლას მიუთითებს, 2025 წლის ნოემბრიდან 0.44-ზე მაღლა. კრიტიკული ზღვარი არის 0.12, რეცესია მოდის და სწრაფი აღდგენა არ ჩანს. ყოველი ფაქტი, რომელიც ამ ვიდეოში განვიხილეთ, აჩვენებს, რომ პუტინის ომი შინ დაბრუნდა. რუსი ხალხი ყველაფრის სიმძიმეს ატარებს, ხოლო ტელეგრაფი უწყება, რომ ოპოზიციის იმპულსი იზრდება, რადგან პუტინის ომით გამოწეული ეკონომიკური ტკივილი აუტანელი ხდება. პუტინის პასუხი ტრადიციული იყო. როცა ის საკუთარი ხახუთარი ხალხის უკმაყოფილებას აწყდება, კრემლი ამკაცრებს ინტერნეტზე წვდომას და ბლოკავს ისეთ აპებს, როგორიცაა Telegram. ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკმაყოფილება კონტროლს დაუქვემდებაროს. ნდობა პუტინის მიმართ ისტორიულ მინიმუმზეა. კრემლთან დაკავშირებული სოციოლოგიური კომპანია VTS-IOM აცხადებს, რომ ნდობამ აპრილში ომის დროინდელ მინიმუმს 61%-ს მიაღწია. ხოლო ლევადა ცენტრის თქმით, მარტში რუსების 67% უკვე ითხოვს, რომ პუტინმა მშვიდობის მოლაპარაკებებისკენ გადაინაცვლოს. მაგრამ პუტინი არ უსმენს, ის არასდროს უსმენს. ამის ნაცვლად ის ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს ხაფანგში არ არის გაბური. ამ ვიდეოს შექმნის დროს პუტინი მასპინძლობს სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმს, უკვე მეხუთე ომის დაწყების შემდეგ. როიტერსის მიერ რუსულ დაოსად წოდებული ეს კონფერენცია თითქოს უნდა ქმნიდეს ახალ ურთიერთობებსა და იდეებს რუსეთის ეკონომიკის გასაძლიერებლად, მაგრამ ასე არ იქნება. არაფერი შეიცვლება, სანამ პუტინი აგრძელებს ომს, რადგან ის მხოლოდ რუსეთის თავდაცვის სექტორში ჩადებს ფულს. უკრაინის დრონები კვლავ იფრენენ, მეტი სანქციაც იქნება. რუსეთის სამოქალაქო ბიზნეს სექტორი და მისი მოქალაქეები განაგრძობენ დაშლას. და იქნება პუტინი, რომელიც თავის ორმოშია გამოკეტილი და თავს ისე აჩვენებს, თითქოს ეს ყველაფერი მისი ბრალი არ არის. და როცა კრიზისი რუსეთში მძვინვარებს, უკრაინა განაგრძობს დამანგრეველი შორმანძილზე დათმობებით, რაც მხოლოდ გაამზაფრებს ტკივილს. უკანასკნელ დამანგრევალ დარტყმებში უკრაინამ გაანადგურა რუსული ფრეგატი და სარაკეტო კორვეტი, რათა პუტინის შავი ზღვის პოზიციები შეესუსტებინა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს კიდევ უფრო მეტი ფულის დახარჯვა მოუწევს სამხედრო ტექნიკაზე. ან დარტყმებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ რუსეთისთვის შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ანალიზი იმ დამანგრეველი მდგომარეობის შესახებ, რომელიც პუტინმა თავის ქვეყანას შეუქმნა, გამოიწერეთ არხი. ასეთ მასალას კიდევ ბევრს ნახავთ The Military Shows-ი და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.